თვითონ ოპერაციის სახელწოდებაც გარკვეულწილად არის ფარული მესიჯი იმისა, რომ ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა ეგრეთ წოდებულ რეჟიმის ცვლილებას და არა ამ ბირთვული პროგრამის განადგურებას. აღზევებადი ლომი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახსენა, რომ ეს არის ებრაელი ხალხის სინონიმი, ბიბლიაში არის ნახსენები ეს სიტყვა შეთანხმება, რომ ებრაელი ხალხი არის მიძინებული, მაგრამ ის ერთხელაც ასე ვთქვათ, გაიღვიძებს, აღზევდება როგორც ლომი და საკუთარ ძალას აჩვენებს, თუმცა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ლომი არის მონარქიული ირანის სიმბოლოც, დაწყებული აბასიანების დინასტიიდან, მანამდე არა, შემდგომ იყვნენ სეფიანთა დინასტია, ყაჯარების დინასტია და ფეჰლევების დინასტია და ფეჰლევების დინასტიასთან ასოცირდება ეს ლომის სიმბოლო და დღეს გარკვეულწილად ეს ლომის სიმბოლო არის იმ ოპოზიციური ძალების ნაციონალისტური ოპოზიციური ძალების სიმბოლოც, რომელიც არის აი ამ თეოკრატიული სისტემის წინააღმდეგ განწყობილი და არიან ასე ვთქვათ ოპოზიციური ასე ვთქვათ დაჯგუფებები, რაც იყო გარკვეულწილად ფარული მესიჯი, რომ ასე ვთქვათ დროა ირანის აი ეს უკმაყოფილო ოპოზიციურად გაწყობილი საზოგადოების ნაწილი, ადამიანთა ნაწილი აღზევდეს და დაიბრუნოს ის ძალაუფლება, რომელიც მან ასე ვთქვათ დაკარგა და წაართვა თეოკრატიულმა სისტემამ და ამას ასე ვთქვათ გაესვა ხაზი უკვე ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსვლისას, რომელიც 2 დღის შემდგომ ოპერაციის დაწყებიდან 2 დღის შემდგომ მან მოუწოდა ირანელ ხალხს, რომ აღდგეს და აჯანყდეს მისი ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე ამას დაემთხვა თვითონ რეზა შაჰ ფეჰლევის შვილის განცხადებაც შეერთებული შტატებიდან, რომ ის არ შეეგუება ამ თეოკრატიული სისტემის არსებობას მომავალში.